მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და პასუხობთ ჩვენს კითხვებს. სანამ ვისაუბრებდეთ თქვენს ინიციატივაზე მოსამართლეებთან დაკავშირებით, მანამდე მინდა გკითხოთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელიც მან სწორედ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გააკეთა და თქვა, რომ ის არ არის პოლიტიკური პერსონა და ვერ შეაფასებდა იმ პროცესს, რომელიც მიდის სწორედ პარლამენტში წარმოდგენილ მოსამართლეებზე. როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩია მან ეს გზა და ვის მისცა ამ შემთხვევაში და რას მისცა 1,146,000 ადამიანმა. მოგესალმებით, ლევან, მივესალმები მაყურებელს. მადლობა ჩართვისთვის და საუბრის შესაძლებლობისთვის. კი ბატონო, დავიწყოთ ამ განცხადებით და ვფიქრობ, პირველივე საჯარო პრესკონფერენციის დროს ქალბატონმა ზურაბიშვილმა ძალიან კარგად გამოაჩინა თუ რატომ იყო ის ქართული ოცნების რჩეული და რა ნიშნით დაუჭირა მას მხარი მთლიანად ქართულმა ოცნებამ. ხა საუბარი იმაზე, რომ თურმე პრეზიდენტს არ ეხება ამ ქვეყანაში სასამართლო სისტემის მდგომარეობა და პრეზიდენტს არ შეუძლია საკუთარი პოზიცია გამოხატოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ეს არის უბრალოდ გაქცევა ყველადაირი პასუხისმგებლობისგან და ეს არის საბოლოო დამცირება და დაკნინება იმ ინსტიტუტის, რომელსაც მართლაც ამ ქვეყანაში არჩევნებზე ვნახეთ 2 მილიონზე მეტი ადამიანი მოვიდა არჩევნებში იმისთვის, რომ აერჩიათ პრეზიდენტი. რისთვის მოვიდნენ ეს ადამიანები, რა არჩევანი გავაკეთეთ, რომ ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც ყველა საკითხზე იძახის, რომ ეს მას არ ეხება, ეს ამ საკითხში არ ჩაერევა, ეს მისი თემა არ არის. აი, ამიტომ აირჩია სალომე ზურაბიშვილი ქართულმა ოცნებამ, ამიტომ იყო ის მათი კანდიდატი და პირველივე პრესკონფერენციაზე, რა თქმა უნდა, მან გაამართლა ჭყალებში ეს კანდიდატობა იმითი, რომ არ დააფიქსირა პოზიცია იმ საკითხზე, რითიც არ აწყენია ქართულ ოცნებას, მაგრამ აწყენინა ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას, რომელიც დღეს ძალიან კაფიოდ მოითხოვს პოზიციების დაფიქსირებას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის როგორიც არის სასამართლო, ხო? ერთადერთი თემა, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა საკუთარი აზრი დააფიქსირა, იყო ის, რომ თურმე ის მომხრე არის, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება შეიზღუდოს და შემოვიდეს ეგრეთ წოდებული ცილის წამების კანონი. კი, მაგრამ ამას ვინ ეკითხება პრეზიდენტს? ეს არის პრეზიდენტის საქმე და სასამართლო სისტემა არ არის პრეზიდენტის საქმე? ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველივე პრესკონფერენციაზე ქალბატონმა ზურაბიშვილმა კარგად გამოაჩინა თუ რა ტიპის პრეზიდენტი ეყოლება სამწუხაროდ საქართველოს შემდეგი 6 წლის განმავლობაში, რა ტიპის პრეზიდენტი აარჩევინა ხალხს ქართულმა ოცნებამ ყველა იმ მეთოდით, რომელიც არჩევნებში და განსაკუთრებით მეორე ტურში იქნა გამოყენებული და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ქალბატონი ზურაბიშვილისგან არა მარტო ჩვენ ამ შემთხვევაში როგორც პოლიტიკოსებს, არამედ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს ძალიან ნაკლებად უნდა კონდეს რაიმე ტიპის პოზიტიური და სახელმწიფოებრივი პოზიციის იმედი შემდეგი წლების განმავლობაში. ბატონ დავით, დღეს გქონდათ ბრიფინგი, სადაც ჟურნალისტებს გააცანით ის გზები თუ როგორ უნდა მოგვარდეს კრიზისული ვითარება, რომელიც შეიქმნა უზენაესი სასამართლოს 10 კანდიდატი მოსამართლის პარლამენტში წარდგენის შემდეგ. ერთ-ერთ კრიტერიუმად დაასახელეთ, მაგალითად, თუ ევროპული სასამართლოს მიერ არის დადგენილი კონკრეტული კანდიდატის მხრიდან დარღვევა, ის უნდა გამოეთიშოს პროცესს. თუმცა ამ 10 კანდიდატის წარდგენამაც კარგად აჩვენა თუ რა მასშტაბის პრობლემა არის სასამართლო სისტემაში და ხოდ ეს 10 ადამიანი მათი დანიშნა არ დანიშნა არ არის მარტო სერიოზული პრობლემა. როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ ვითარებაში ამ სიტუაციიდან გამოსვლა? არის თუ არა ერთ-ერთი გამოსავალი, რომ თქვათ დაიშალოს იუსტიციის საბჭო, შეიქმნას ახალი და ზოგადად მთლიანად სისტემაში მოხდეს ახალი მოსამართლეების დანიშნა, რადგან თუ თქვათ აი ამ 10 კანდიდატიდან წარმოდგენილი მოსამართლეები, მაგალითად ჩინჩალაძე, გურიტიშვილი და სხვები, არ შეიძლება რომ იყვნენ უზენაეს სასამართლოში, რადგან ისინი არ სარგებლობენ კარგი რეპუტაციით, მაშინ ამ ადამიანებმა სადაც არიან, იქ რატომ უნდა იმუშაონ? ლოგიკა სად არის? ანუ ისინი თუ უზენაეს სასამართლოში არ ვარგიან, რატომ ვარგიან თქვათ სააპელაციოში ან პირველ ინსტანციაში? კი ბატონო, მოდით ვაში დავიწყებ ჯერ პირველ რიგში თქვენი კითხვის იმ ნაწილიდან, რომელიც სასამართლოში არსებულ მდგომარეობას შეეხება და მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა სასამართლოში. მე პირველი ბრიფინგზეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ და დავიწყეთ იმითი, რომ და ძალიან კარგად მესმის ჩემი როგორც წინა ხელისუფლების ნაწილის პასუხისმგებლობა იმ პრობლემაზე, რომელიც სასამართლოში შეიქმნა, ვინაიდან წინა ხელისუფლების დროს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს სასამართლოში უდაოდ გადაიდგა ისეთი პოზიტიური ნაბიჯები, როგორიც იყო მაგალითად კორუფციის აღმოფხვრა სასამართლო სისტემაში, პირობების გაუმჯობესება, მაგრამ ვერ მოხდა და არ მოხდა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შეცდომაც, პრობლემაც
და უკმაყოფილების საფუძველიც, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში იყო მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ მე ძალიან კარგად ვაცნობიერებ და არ გაურბივარ პასუხისმგებლობას დღეს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხს აქვს მეორე მხარეც, რა გაკეთდა გავლილი 6 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორებულიყო. და სამწუხაროდ დღეს ქართულ ოცნებაში არავინ არ საუბრობს 6 წელზე და არავინ არ საუბრობს იმ პასუხისმგებლობაზე, რაც ქართულ ოცნებას ეკისრება ამ სისტემის საბოლოოდ დანგრევისთვის. და დღევანდელი შედეგიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ ოცნებას არათუ არაფერი არ გაუკეთებია დამოუკიდებლობის გასაზრდელად სასამართლოსი, არამედ პირიქით ნაბიჯები გადაიდგა უკან. და ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის შეფასება, რომელიც ერთსულოვნად გააჩნია არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, ეს არის განცდა, რომელიც არის დღეს ჩვენ საზოგადოებაში, რომ ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო სასამართლოს დამოუკიდებლობის მართლაც გაძლიერება და გამოყენებულიყო ხელისუფლების შეცვლა იმისთვის, რომ თუ წინა ხელისუფლებიდან ვინმე აკონტროლებდა მოსამართლეს, როგორც კი ის ვინმე წავიდა თანამდებობიდან, ეს არის მომენტი, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი სისტემა. ამის ნაცვლად რა გააკეთა ოცნებამ, გადაიქვემდებარა მოსამართლეები, გადაიბარა კონტროლი და ყოველნაირად გააძლიერა ის სისტემა, კლანური სისტემა, რომელთაც დღეს იმართება სასამართლო. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ქართული ოცნების შიგნით დღეს დაპირისპირებაზე, რომ აი ეს ორი გუნდი ერთმანეთს უპირისპირდება, ამ დავაში ჩვენთვის მართალი არ არსებობს. არ არსებობს, იმიტომ რომ ამ ორი გუნდიდან არც ერთი არ საუბრობს საკუთარ პასუხისმგებლობაზე, რა გააკეთეს ამ 6 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ აქამდე საქმე არ მოსულიყო. ამიტომ დღეს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო სექტორმა და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებმა. მათ შორის პრეზიდენტმა და ამიტომ არის ძალიან სამწუხარო თქვენი პირველი კითხვა, რომ პრეზიდენტი საერთოდ გაურბის ამ თემას იმისთვის, რომ ხელისუფლებას ასიამოვნოს. ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ის, რომ როგორც საპარლამენტო უმცირესობა მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ არასამთავრობო სექტორთანაც, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებთანაც, რომ სისტემა მაქსიმალურად შევცვალოთ. ეხლა რა არის ეს ცვლილებები? პირველი, შემოტანილი სია პარლამენტში. აბსოლუტური კონსენსუსი არსებობს, რომ ამ სიის მიღება არ შეიძლება არა მარტო იმიტომ, რომ იქ შეიძლება იყოს გვარები ადამიანების, ვინც არ იმსახურებს დაწინაურებას. არ შეიძლება პირველ რიგში, იმიტომ რომ სურო კარგი და დამსახურებული გვარები ეწეროს იმ სიაში, სია შედგენილია და შემოტანილია ისე, რომ ასეთი სიის მხარდაჭერით ჩვენ პირიქით ბოლომდე გავანადგურებთ სასამართლოს, იმიტომ რომ ხარს დაუჭერთ იმას, რომ სასამართლოში სიები დგებოდეს და ადამიანები ინიშნებოდეს ჩაკეტილ კარს მიღმა კულუარულად 3 და 4 ადამიანის სურვილის შესაბამისად. ეს ბოლომდე დაანგრევს სასამართლოს. ამიტომ სიის არ მიღება ეს არის პირველი და პრინციპული საკითხი. ამიტომ ჩვენ დავარეგისტრირეთ პარლამენტში დადგენილება, რომლის მიხედვითაც პარლამენტი კაფიოდ გამოხატავს საკუთარ პოზიციას როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი და მოუწოდებს იუსტიციის საბჭოს უკან გაიტანოს ეს სია და არ შემოიტანოს ახალი სია, მანამ სანამ არ მოხდება იუსტიციის საბჭოში გამჭვირვალე კრიტერიუმების და პროცედურების დადგენა. იმიტომ რომ რას ვხედავთ დღეს, მთელი ეს კამათი არის ცალკეული ადამიანების კომენტარებამდე დაყვანილი, რომ აი ბესელიამ ეს თქვა, შემდეგ დინარაძემ ის უპასუხა, შემდეგ გედი ბობხაძეს ასეთი რეაქცია ჰქონდა. არ შეიძლება. პარლამენტი არის ინსტიტუტი და ჩვენ უნდა გავცეთ ინსტიტუციონალური პასუხი იმას, რაც არის სასამართლოსთვის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი. ინსტიტუციონალური პასუხი ეს არის პარლამენტის დადგენილება, რომლითაც ჩვენ გამოვხატავთ პოლიტიკურ პოზიციას, რომ ეს სია, ასე შემოტანილი სია ვერ გავა და მოუწოდებთ იუსტიციის საბჭოს უკან გაიტანოს სია. ეს არის პირველი აუცილებელი და მინიმალური, რაც უნდა გაკეთდეს. ამის პარალელურად აუცილებელია კრიტერიუმების შემუშავება როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე პარლამენტში, თუ როგორ უნდა მოხდეს შემდეგი სიის წარდგენა. ჩვენ ხვალ ხვდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, არამოსამართლე წევრებს, რომლებმაც შეიმუშავეს კრიტერიუმები, როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეების არჩევა იუსტიციის საბჭოში. ჩვენ გვაქვს რამდენიმე დამატებითი იდეა და ამ შეხვედრის შემდეგ შევეცდებით, რომ მათთან შევთანხმდეთ და ხვალ გავაჟღერებთ ამ იდეებს. გარდა ამისა, ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტი, როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის წარმართვა პარლამენტში. იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, ყველაფერი იყოს საზოგადოებისთვის გასაგები და ნათელი. და გარდა ამისა, დღეს ასევე წარმოვადგინეთ რამდენიმე დამატებითი კრიტერიუმი, როგორი ადამიანების წახალისება არ შეიძლება. ბატონო დავით, მაგალითად, არ ვიცი თქვენ იცნობთ თუ არა იმ კრიტერიუმებს, რომელიც ამჟამად აქვს იუსტიციის საბჭოს და მათ შორის ერთ-ერთი არის კეთილსინდისიერების კრიტერიუმი,
და აი ამ სიტუაციაში, სადაც ერთ-ერთ კრიტერიუმად არის კეთილსინდისიერება, რეპუტაცია მითითებული, ამ კრიტერიუმში ლევან მურუსიძე გახდა უვადო მოსამართლე. რა აზრი აქვს ამ კრიტერიუმებს თუ ეს იქნება, მაგრამ ეს არ იმუშავებს რეალურად და ვთქვათ, თუ კონკრეტული სასურველი ადამიანები ისევ დაინიშნებიან მოსამართლებად, მათ შორის ისეთებიც, რომელთა 3-4 გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის სასამართლოს პირდაპირ აქვს მითითებული, რომ მართლმსაჯულება არ იყო აღსრულებული სამართლიანად. აი ზუსტად მაგაშია საქმე ლევან, რომ უნდა იყოს კრიტერიუმები და პროცესი. მე ვუდივად საუბრობ კრიტერიუმებზე და პროცესზე. მარტო კრიტერიუმები იქნება ყოველთვის ქაღალდზე დაწერილი, თუ არ არსებობს პროცესი და თუ 5 ადამიანი შეიკრიბება დახურულ კარს მიღება და შემდეგ სიას გამოგვიგზავნიან პარლამენტში, როგორც რაღაც მართლა აი ერთ-ერთმა უმრავლესობის წევრმა თქვა სხვადასხვა რომ საახალწლო სუფრისთვის პროდუქტების სიას რო აგზავნიან, ისე გამოგვიგზავნეს მოსამართლეების სიაო და ვეთანხმები ამ ძალიან წარე შეფასებაში სხვადასხვა. თუ პროცესი არ იქნა, შემაკავებელი არის არამხოლოდ კრიტერიუმები, შემაკავებელი არის პროცესი. ამიტომ საუბრობთ, რომ მთელი პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე, უნდა იყოს საზოგადოება, უნდა მონაწილეობდეს ადვოკატთა ასოციაცია, უნდა მონაწილეობდეს არასამთავრობო სექტორი, უნდა მონაწილეობდეს ოპოზიცია. აი ყველა ეს ქმნის ბარიერს იმისთვის, რომ ადამიანები, ვინც არ იმსახურებს, არ მოხვდნენ სიაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამჭირვალობის პროცესი. ეს სიტყვები არ არის, ჩვენ ვიუჩვით, რომ აი გამჭირვალობა თითქოს სიტყვა კი არ არის. უნდა შეუქმნათ კონკრეტული ბარიერები. აი ეს ბარიერი არის მაგალითად ის, როდესაც პარლამენტში იქნება დაწყებული პირველი ეტაპიდან და ბოლომდე იქნება მთლიანად გამჭირვალე განხილვა და ჩვენი წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით კანდიდატს, რომელიც წარდგენილია მოსამართლედ, მოუწევს სპეციალურ სამუშაო ჯგუფში გასვლაც, მოუწევს კომიტეტზე გასვლა და კითხვებზე პასუხის გაცემაც და ეს იქნება ღია საზოგადოებისთვის, მოუწევს პლენარზე გასვლა და კითხვებზე პასუხის გაცემაც, ანუ აბსოლუტურად ღია პროცესი იქნება. და როდესაც ღია პროცესში გამოიყვან მაგალითად ლევან მურუსიძეს, რომელიც ეხად ახსენეთ, ღია პროცესში ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს უმრავლესობას, რომ ღია პროცესით ასეთი ადამიანი დააწინაუროს. თუ ეს იქნება დახურული პროცესი და კარს მიღმა 3 ადამიანი გადაწყვეტს, მაშინ ყოველთვის დაწინაურდება ასეთი ხალხი. ამიტომ პანაცეა აქედან არ არსებობს. ურთულესია ამ სისტემის შეცვლა დღეს, როდესაც 9 წლიანი პრობლემა აი ბოლომდე ჩააბეტონეს და ჩააცემენტეს ამ 6 წელიწადში ქართულმა ოცნებამ ამ კლანის შექმნით, მაგრამ ნაბიჯ უნდა შევცვალოთ და მოვარღვიოთ. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის სწორედ ის, რომ პროცესი იყოს მთლიანად გამჭირვალე და შევქმნათ ბევრი ბარიერი, რომელიც უღირს კანდიდატს ხელს შეუშლის. ასეთი ბარიერი არის ღიაობა, ასეთი ბარიერი არის არასამთავრობოები, ასეთი ბარიერი ვარ ჩვენ. უკაცრავად დავასრულებ, აი მაგალითად თქვენ სტრასბურგი ახსენეთ. აი ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა და დღეს წარვადგინეთ არის ის, რომ მოსამართლე არ დაწინაურდეს ის მოსამართლე, რომელთან დაკავშირებითაც, რომლის დაყენებულ განაჩენთან დაკავშირებითაც სტრასბურგს აქვს გამოტანილი გადაწყვეტილება, რომ ეს ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ეს ხო ელემენტარული კრიტერიუმია. ეს ხო საღაზშიც კი არ არის აუცილებელი იურისტი იყო, რომ ამ კრიტერიუმს დაეთანხმო, ხო? თუ სტრასბურგის სასამართლო იძახის, რომ მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილებით დაარღვია სამართლიანი სასამართლოს უფლება, ანუ ემსახურებოდა რაღაცა დაკვეთის შესრულებას, ასეთი ადამიანი ხო არ უნდა დაწინაურდეს. აი ესეთი ფილტრების დაყენებით, ბარიერების შექმნით, იუსტიციის საბჭოს როლის შემცირებით და ჩვენ უახლოეს დღეებში დამატებითი ინიციატივები გვექნება, დღეს რა ხდება სისტემაში? ხდება ის, რომ იუსტიციის საბჭო მთლიანად აკონტროლებს სასამართლოს სისტემას და ერთი კლანის ხელშია კონტროლი. ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, სადაც მოსამართლეები იუსტიციის საბჭოს ექსკლუზივის გარეშეც იარსებებენ ამ სისტემაში და ექნებათ დაწინაურების საშუალება. სხვანაირად ჩვენ ყოველთვის გვექნება ერთი გუნდის კონტროლი მთელ სისტემაზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს მთელი პაკეტი წინადადებების, როგორ შევცვალოთ სისტემა. ისევე მეორე პანაცეა არ არსებობს, მაგრამ შეიძლება წავიდეთ სწორი მიმართულებით, შეიძლება წავიდეთ არასწორი მიმართულებით. ხელისუფლება მიდის არასწორი მიმართულებით, ჩვენ ვთავაზობთ ნაბიჯებს სწორი მიმართულებით. აი ეს არის განსხვავება ჩვენ შორის. ბატონ დავით, სალამ დაგემშვიდობებით აუცილებლად გითხავთ კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით. გამოქვეყნდა ოფიციალური სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და